თამთა დამოუკიდებლადი არის. ახლა მივდივართ დარბაზში. კარია. დიახ, ეს მე ვარ. ცივა, კარია, გავიყენე. არის ჩვენმა მეგობრებმა კომპანიამ გადასცა საჩუქრები ბატონ ვასოს და თაკოს რომელიც წავიდა. დიდი მადლობა ჩვენ კომპანიას. ხომერთმა გაუვარჯოს ყველა ადამიანს და მოყოლას უსურვებ რომ მოიგოს 1000 ლარი. უსაჩუქროდ, შენც არ გაგიშვებს, ეს დადახტარეს ლიმონადი შენ? შენც არ გაგიშვებ ხელს არიან? ეხლა შენ ახსენე რომ ზედატანი ქვედატანი იქნება მარტო. რატო? აი ერთ კუნთს რო აკეთებ, ზურგი ავიღოთ. ის ხო ზიანდება, მე რო ხომ უნდა აღდგეს. აღდგება დაახლოებით 48 საათში. 48 საათის შემდეგ კიდევ მზად არის დატვირთვისათვის. და თუ შენ აღარ დატვირთავ, უკვე ატროფირდება. ანუ მოცულობაში იკლებს. რას ნერვიულობ თუ ზბახა? ნერვული იკლეთ კი ნივასთან ავლევა. აქედან გამომდინარე, კვირაში ორჯერ უნდა ვარჩო თითო კუნთის ჯგუფი. რაც იდეალურად ხდება ზედატანით ქვედატანით. ეგა ზღვა. ხალკე ზურგის დღე, ხალკე მკერდის დღე, ხელების დღე. მან რა ხდება? თუ ბოდიბილდერი ხარ და ეგრე აკეთებ, მაშინ კიდე შეიძლება, იმიტომ რომ არა, ნატურალურზე რო ვარჯიშობდი მაშინ. ნატურალურზე რო ვარჯიშობდი, მასე კვირაში ერთი დღე მთლად ეფექტური არაა. როგორც წეგან ავხსენი, 48 საათში უკვე აღდგება კუნთოვანი ქსოვილი და მე მაკეთებინებდი აბა მაშინ მასე. როდის გაკეთებინებდი? სულ რა, ზედატანი ქვედატანი ქონდა მაშინაც. ხო, მაშინ ან კვირაში 6 დღე უნდა ივარჯიშო და ორჯერ გამოვა ყველა კუნთი. ეგეც შეიძლება რა. ორჯერ ვაკეთო მკერდი ცალსაკი. გავაკეთე და შე როგორც სიტყვა გავაკეთე. ხარი ამარო ისწავლის. ხო, ახლა გოგოების შემთხვევაშიც ეგრე ჯობია, იმიტომ რომ გოგომ ცალკე მკერდის დღე რო აკეთოს, დასიჭირდება. ან ცალკე ზურგის, ან ცალკე ხელის დღე რო აკეთოს. მაშინ უნდა იაროს კვირაში 5-6 ჯერ. ოკეი, კაი, პირველი ვარჯიში რა იქნება მაშინ? ნუ ზურგით ვიწყებთ ახლა. თავისუფალ წონაზე როდის გადავალთ? რავი, შეგვიძლია ახლავე გადავიდეთ, მაგრამ რა საჭიროა. თავისუფალ წონა ზურგით რა უნდა გააკეთო? ტურნიკზე აიწევი, ბრატ? არა, მასე თავისუფალ წონა, სტანგის შემოტანა შეიძლება. ნუ სტანგის შემოტანაც რატო არ ვემხრობი, ახლა მე უკვე ახსენი წინა ვიდეოში. რომ გესვიდა და მე კი არ ამან დაგისმინოს. ხო ახსენი თამთა. ქვემოთ რო ჩაწეული სკამი და მკერდით რო ვართ მიყნობილი სკამზე და ხდები აქ გვიჭირავს, ცოტა მაღლა არის დაყობიათლია, ატრიალებული, მასის შემთხვევაში როგორც ვახსენე, აი ეს ნაწილი იმუშავებს რა. წინა ვარჯიშს ხო გავაკეთეთ ძირითადად უგანიერეს და ეხლა გვინდა რომ ზედა ნაწილის ჩავრთოს, რომ ამ ზურგმა იმუშაოს რა. მაგიტომაც ცოტა განზამოვკიდებთ ხელებს, მკერდს მაღლა ავწევთ, იდაყოფს ზემოთ ავატრიალებთ და ისე წამოვიშვით. ისე რა მაინტერესებს, შენ რა თქვი ხა? ტრენაჟერებიო, აი ტრენაჟერებზე ჯობია გავაკეთებინოთ და დამწყებს თუნდაც ვარჯიშები. რატო არ გავაკეთებინოთ თავისუფალ წონებზე და მივაჩვიოთ ყველა კუნთი? ყველა კუნთი მივაჩვიოთ რა ქვია. ან თლიან სხეული გავაკეთებინოთ. ან ჩვენ რო გვინდა რომ ზურგი გავაკეთებინოთ, მან თლიან სხეული გავაკეთებინოთ ესე მაგას. არა. ეგრე გამოდის სასწრე ხა. არა, ვერ გავიგე. არა, მე მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს ვარჯიში მიზანმიმართულია ზურგზე. ხო, არის მაგალითად ზურგის ეს ვარჯიშს აკეთებ, აგერთვება ფეხიც გერთვება, ესეც გერთვება, ესეც გერთვება. რატო არ არის პირიქით კაი? კაი, იმიტომ რომ იმ მომენტში ზურგი გვინდა რომ ვავარჯიშოთ. მე ზურგს აკეთებ რა, პროსტა ოდნავ ერთობა დამხმარე კუნთად არის რა. დამხმარე რატო არა? მიეჩვევა. ანუ იმ მომენტში ზურგი თუ არის ჩვენი მიზანი, რატო უნდა ჩავთოთ ფეხი და არ გიდე რა. ნიგადა. მიეჩვევა ორგანიზმი, რატო არა? სხვა დროს ავარჯიშე ეს ფეხი საჯდომი. სხვა დროს ვარჯიშები, მას ზურგით რაღაცაში დამეხმარება, იმაში დამეხმარება, რატო არა? მაგროს ახლა წინა დღეს რო ავარჯიშე ზურგის კუნთი და შენ მე კი არა და ფეხის კუნთი და მე ზურგზე გადახვედი, ის დაგეღლება ესე პოზიციაში რო ხარ გაჩერებული. თქვა წინა დღეს ავარჯიშე საჯდომი და მეორე დღეს გადაწყვიტე და ეს გაეკეთებინა. მაგდროს ზირითადად ეს დაგეღლავ, იმიტომ რომ წინა დღეს ნავარჯიშებია, კუნთის აღდგენა სჭირდება, დამატებით კიდე ტვირთავ, ანუ პოზიციაში ხარ გაჩერებული, ეგ ხო არის სტატიკური დატვირთვა. ნუ სტატიკური დატვირთვის დროს ისი არა, მაგრამ მაინც დატვირთულია კუნთი რა. და ეგეთ მომენტში რა კარგიც არა კუნთის აღდგენისთვის. გამიგია მაგალითად ჩაჯდომას დამწყებებს აკეთებინებენ სპინძზე. მე გამიგია და გუშინაც მითხრეს რომ
სმიტზე არ გააკეთებინოთ, როგორც არ უნდა იყოს, გააკეთებინათ თავისუფალ წონებზე, რადგან მიეჩვევა ორგანიზმი და იქიდან იმაზე ვერ გადავლენ მერეო. ინდივიდუალური არის რა, ზოგს მაგალითად არ გამოსდის სმიტზე ჩაჯდომები, იმიტომ რომ იქ დაფიქსირებული ხარ მაინც და ანუ შენი ანატომიიდან გამომდინარე შეიძლება კარგად ვერ გააკეთო, აი მაგალითად თუ გრძელი ბარძაყის ძვალი გაქვს ან რაღაც კარგად ვერ ჩაჯდე და ძალიან დიდია შანსი რომ სმიტზე კეთების მომენტში წელზე დაგაწვეს დატვირთვა რა და ნუ მასე შემთხვევაში თუ თქვა გინდა რომ მიაჩვიო თავისუფალ წონაზე ჯობია ჰანტელით გააკეთებინო პირველ რიგში. აი მაგათ თუ ჩაჯდომ საერთოდ ვერ აკეთებს, ჰანტელზე ანუ სკამზე დაჯდომა ადგომა ასწავლო და მასე მიაჩვიო საწყის ტექნიკას, მაგრამ როგორც ესეთი ახარო შტანგა დაადო ზურგზე და ისე გააკეთებინო, ეგრე მაინც კარგი არაა, იმიტომ რომ მაინც წელზე მოდის დიდი დატვირთვა, ანუ მუცელზეც მოდის დიდი დატვირთვა, იმიტომ რომ წნევა უნდა შეკრა ჩასვლის მომენტში, უნდა ჩაესვიდე ისე ჩახვიდე. ნუ მან მთლიანი ფეხი კი მუშაობს, მაგრამ სტატიკურად მთლიანი სხეული არის დატვირთული მაინც. ნუ შესაძლებელი არის რომ გააკეთებინო, შეცდომა არა, მაგრამ სასწაულად თავიდან მაინც უპირატესობას მივანიჭებდი. ან ლეგ-პრესის შესრულება, სადაც მარტო ფეხი იმუშავებს, ან სკამზე დაჯდომა ადგომას. თქვა რომ სმიტზე არ გააკეთებინოთო, დამწყები არის და სმიტზე გავაკეთებინე, იმიტომ რომ აქ მიეჩვევა და რაღაცა არ გააკეთებინოთო. პირდაპირ იმაზე დააწყებინეთო, შტანგაზე ჩაწერო ჩასვლები. ეგ უკეთესია, იმიტომ რომ იქ მიეჩვევაო და ეს მიჩვევა იცისო და მე გადასვლა უჭირთო და ეს დავინდობი, იმიტომ რომ დამწყებია, ეგრე არ ქნათო. ნუ როგორც ესეთი არ გააკეთებინოთ რომელიღაც კონკრეტულ ვარჯიშზე მაინც ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ახლა ყველა ვარჯიშს აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარეებიც რა. მთავარია უარყოფითი მხარეები არ წონიდეს დადებითი მხარეებს რა. ანუ გააჩნია ახლა როგორი არის რა გამოცდილება ქონია მამამდე სავარჯიშო თუ საერთოდ ხელი არ გაუნზრევია და არაფერს არ ყოფილა სულ ზის და არაფერს არ აკეთებს ახლა მაგას რომ დამწყებს სტანგით ჩაჯდომები გააკეთებინო შეიძლება ძირს დაეცეს მაგრამ თუ ადამიანს მამამდე ქონია სპორტში გამოცდილება და რაღაც ამ დატვირთვას მიჩვეულია მას შემთხვევაში შესაძლებელია შტანგაზე ასწავლოს ჩაჯდომები. ნუ მე მაინც ვერცეს ვერ მივემხრობი ან რაღაც არ უნდა გააკეთებინო ან რაღაც უნდა გააკეთებინო ეგ როგორც ესეთი ცუდი ვარჯიში ან არაფერს მომცემი ვარჯიში არ არსებობს რა. ნუ სმიტზე ჩაჯდომებსაც აქვს თავისი პლუსები და შტანგის ჩაჯდომებსაც აქვს თავისი პლუსები. იქ მეტი კუნთი არის ჩართული, იქიდან გამომდინარე რომ სტატიკურად უფრო მეტი კუნთია დაჭიმული და წონასწორობის დაცვა უფრო მეტად გიწევს. სმიტის ტრენაჟერზე იმდენად არა. მაგრამ სმიტის ტრენაჟერზე უფრო მეტად შეიძლება წამოვიდეს წელზე დატვირთვა და წელზე ზეწოლა, ვიდრე თავისუფალი წონის ჩაჯდომებს. ასე რომ რომელიღაც ვარჯიში არ გააკეთებინოთ ცუდი, ეგრე მაინც ვერ ვიტყოდი მე პირადად ახლა. სხვა ვისაც უნდა ის თქواس. შენს მოუთმია განათლებას იღე. გასაგებია, მადლობა. ჩვენ წადი გააკეთებ ეს ამის. აგვიხსენი. დიახ, ამაზე მართლა აგიხსნის ეს წონა. ეს არის ვერტიკალური ჩამოკაჩვა ბლოკზე. ნუ ეს ვარჯიში ძირითადად სრულდება უგანიერესისთვის, იმიტომ რომ ზემოდან ქვემოთ ხდება ჩამოწევა, ხრიზულის კორპუსთან მოტანა ხდება ამ შემთხვევაში ძალიან უკან არ გადმოიხარო. ნუ ესეთ მომენტში ძირითადად მუშაობს ზურგის უგანიერესი. ეხლა რა მაინტერესებს? ბოლომდე რო შლის ხელს და თითქმის მიყვება მაღლა. ხო არის საჭირო რომ მაღლა ბოლომდე აყოს. ხო, მაღლა ბოლომდე აწევა არ არის საჭირო, მაგრამ შესაძლებელია კუნთის გაწევლისთვის რომ მოხდეს. თუმცა რეალურად ნახე, ჩამოიტანე. აი აქამდე აიტანე. ნიკაპამდე უნდა ჩამოვიდეს, ხო? და ნიკაპამდე რო ჩამოიტანე. ხო, დაახლოებით მაგ დროს მუშაობს უგანიერესი. ნუ თუ ჩამოიტან და ქვემოთ ბეჭებს შეკრავ, მაშინ რომბისებრი და ტრაპეციაც ჩაერთვება თავისთავად. მაგრამ აქცენტობრივად უფრო მეტად უგანიერესი არის ამ ვარჯიშზე. ნაის. ალო. მე აბა გისმენთ ამ ასე ჩამოგვარ. ნიკაპამდე. ხო, მერე? ასე ჩამოვიტან ნიკაპამდე. არ არის საჭირო ბოლომდე აყოლა და ავაზნა. აჰა. ეს ძალიან შორს გას. არა? არა, აია. ვერ წევ. საჯომით უნდა მიაწვე. ამ სიმაღლეზეა. ძალიან არ ჩახვიდა ქვემოთ. აუ, ცოტა ჯობია. გადადე. სტეპსის უნდა მოხსნათ. ესე უკეთესი. თავარია კარგად ახვიდე, ბოლომდე არ ჩახ. აი აქ, მეტია. ხო, ეგა. ეს ხიდი არის საჯდომის საბაზისო ვარჯიში, სადაც მთლიანი საჯდომი არის ჩართული, უფრო საჯდომის დიდი კუნთი მუშაობს აქ. ბოლომდე ჩასვლა არ არის აუცილებელი, თავარია კარგად ამოხვიდე და კარგად შეკუმშო საჯდომი.
ანუ ეს ითვლება როგორც საჯდომის შეკუმშვითი ვარჯიში. კარგად ვერ გაწელავ ამ ვარჯიშზე საჯდომსო, ჩახვიდებ თქვათ, რომ ბოლომდე კარგად გაწელო, მაინც ვერ გაწელავ რა. პირიქით, ქვემოთ რო ჩადიხარ, მე უფრო შესაძლებელია, რომ ფეხის ბიცეპსზე გადავიდეს დატვირთვა ან წელზე. და მაგიტომ ამ ვარჯიშის დროს უფრო მეტი აქცენტი უნდა და ყურადღება უნდა გაამახვილო საჯდომის შეკუმშვით. შენ ახსენე რომ თუ გოგოს ზედმეტად და ქვედა ნაწილი განვითარებული მახინჯია? ხო, ჩემთვის თუ ახლა მახინჯია. ადამიანს ვთქვათ, რომელიღაც პუნქტის ჯგუფი ექნება დომინანტი, თავარია ძალიან ისი არ ქონდეს, არაპროპორციულად. ხო, იმაგ რომ მე რამე პრობლემები არ გამოიწვია. არა, თამთამ თქვა რომ ისო ქვედა ტანი თუ აქ ძალიან განვითარებული გოგოს და ზედა ტანი ჩამოჩება, არა ისეთი ვრევა და I don't see any problem here. ნუ გააჩნია რა დონეზე განვითარებული ხარ. ო, დალარ big problem. პრელი არის და დიდი ქათები აქვს, ეგ მას თქმა უნდა ეხა მახინჯია როგორც. ბიჭზე არის იგივე აქაც, მაგრამ თუ დომინანტია ქვედა ტანი და საჯდომი ზედა ტანის ნავარჯიშები აქვს, მაშინ ორი ვარჯიში გავაკეთეთ ზურგისთვის, მთლიანი ზურგი ვარჯიში და ხა გადავდივართ კერძ. ვაკეთეთ პეპელას, რადგან პეპელა არის ყველაზე კარგი იმიტაცია ზურგის ფუნქციის, რა. შიგნით შემოტანა, ხო. ანუ კი არა, ხო. კერძის ფუნქციის არის ყველაზე კარგი იმიტაცია პეპელა. მხრისთვის корпуსთან შემოტანა და მასეთ მომენტში მუშაობს მთლიანი მკერდი. ანუ სამივე ნაწილი, შუა, ზედა და ქვედა. ოპ, სამი ნაწილი აქვს მკერდს? სამივე თავი. ანუ პორციებად ხო შეგვიძლია დავყოთ. ზედა, შუა და ქვედა. ხო. ნუ ძირითადად ორი ნაწილად არის გაყოფილი ზედა სფერო და ქვედა სფერო, მაგრამ მაინც უძახიან ზედა, შუა და ქვედას, მაგრამ სწორი რომელია? ზედა და ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. ერთი მთლიანი კუნთი არ არის? ერთი მთლიანი კუნთი არის კი. აქცენტობრივად შეგვიძლია ვარჯიშოთ ზედა მკერდი, მაგალითად აწეულს კამზე, სმითში ან თავისუფალი წონით. არ არის საპატიებო. ჩაგვსავთ. რა პრობლემა? მაგრამ ამ ვარჯიშით უშუალოდ მთლიანი მკერდი მუშაობს. აბა, რომელიც სრულდება შემდეგნაირად. აი ეს. ამას როგორ აკეთებ? ნუ თუ ვაკეთებ, დააკელი მე. ევი, ხომ დავცადო. რა შეულებრივ შემოდია გავწყდი ზერში. სწორად ჩვევი? თავარია მხრები არ წამოვიდეს წინ. ლევონი გააკეთებს ამ ვარჯიშს. მე არ გავაკეთე, იმიტომ რომ მე მკერდი სადაც დომინანტი მაქვს და ამიტომაც ერთ ვარჯიშს ვაკეთებ. დომინანტი გიჩენს. ხო, ამიტომაც ერთ ვარჯიშს ვაკეთებ ხოლმე მკერდს რა. ზედატანის დღეს. ნუ ლევონის შემთხვევაში ახლა კვენდის განვითარებაც რო უნდა, ორჯერ გააკეთოს. აი ეს. ამ მომენტში თუ ხელებს ესე მოვკიდებ და იდაყვებს წინ შევატრიალებთ, უფრო აქცენტი ზედა მკერდზე იქნება რა. აი ეს. და თუ ხელებს აქ მოვკიდებთ, იდაყვებს განზე გავიდათ, მაშინ წინა დელტა და მთლიანი მკერდი იმუშავებს. მე რომელი უნდა გავაკეთო? ესე გააკეთე. აჰა, შეგნი. იდაყვების შიგნით შეტრიალებული და ზემოთ მიაწვი. გასაგებია. ნუ ამ დროს სრულდება დაახლოებით ეს მოძრაობა რა. და ამ დროს მაქსიმალური აქცენტი მაინც ზედა მკერდზე. მთლიანი მკერდი მუშაობს, მაგრამ აქცენტობრივად ზედა მკერდზე უფრო არის დატვირთვა. შეცდომა ნომერი პირველი. ხრები წინ არის წამოსული. ან ბეჭები უნდა შეკრა უკან, შეკარი, კერძი მაღლააცი, აი ეგ, ხო? კარგად შეიტანე ქვემოთ. აი ეგ. ბოლომდე აწევა არ არის საჭირო, იმიტომ რომ აი ამაზე მაღლა თუ გაშლი, მე უკვე ტრიცეპსით შეერთვებ. როგორც გითხარი, იდაყვები შიგნით უნდა იყოს შეტრიალებული, ზედა მკერდმა რო იმუშაოს უფრო მეტად. თუ იდაყვები განზე გაგივა, ესე იგი მძიმე წონა არის და მთლიანი მკერდი ცდილობ აწევას და არა მარტო ზედა მკერდი. აქ ვიგრძენი ის. დაგეჭირა? ეს. ცოტა ძგაბი ვიგრძენი, ძგაბ. აა. მეტყობა მძიმე წონა იყო მაინც და. არა, მძიმე არა, ან თავისუფლად ვაკეთებ, პრესა ის არის რა. თითქოს უგემურად რო გიდევს და გაკეთება გიწევს. რაღაცა. შეიძლება მოძრაობის დროს რომ ხარ გაასწორე მაგითო. აჰა. თავიდანვე უნდა გაასწორე და მე უნდა აწიოთ. მოძრაობის დროს რომ მაგას იზამ, მე უხერხული შეგრძნება არის. ეხა იზამს თამთა. ბოლომდე არ გაშალა ზემოთ ხალე? აი ეგრე, ხო? ნუ ეგ შენთვის ცოტა განიერი არის. ხო. თვითონ ეგ ტრენაჟორი. რატომ? რა თქვიო? იმიტომ რომ პატარაა, ხო? პატარა. ჩემი წკაპი. მე სხვა ვეგონი. კიდე გადაე. ხო. აი მკერდმა შეიწირა
სამთას მის ყოველთვე ყიდულობს. და ყოველთვე ასეთი. კიდე მაგ ერთი. ტავანის კონიერები. ხო, ეს ვარჯიში არის დელტისებრი კუნთის შუა პორციებისთვის ძალიან კარგი. ფუნქცია რაც არის ამ კუნთის დედან შუა ნაწილისთვის ხარის ზulis განზე გაწევა. ნუ ეს ტრენაჟორი მაგისთვის იდეალური არის, იმიტომ რომ აი ესე გაგხელი და განზე გაგაკ. ნუ აქ თავი რაც უნდა გაითვალისწინო ის არის რომ იდაყზე მაღლა არ წავიდეს მხრის ანუ წინა მხრის ზვალი, ანუ ესე უნდა გავაკეთოთ მოძრაობა, თორემ მე მასეთ შემთხვევაში სხვა კუნთებზე გადავუფრო დატვირთვა და აღარ იმუშავებს ეფექტურად ეს. იმიტომ რომ ხელი ესე რომ მიდის, ეს ქვემოთ რჩება და ანუ ესეთ მოძრაობას აკეთებ. მაგიტომაც თავი რაც არის რომ ოდნავ მოხრილი უნდა იყოს ხელი დაფიქსირებული და ძირითადი ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს აი იდაყვის განზე აწევა. იდაყვი რომ მაღლა ადის, მასეთ შემთხვევაში მხრის ზვალის გამაღლა ადის და მუშაობს მიზნობრივად დელტისებრი კუნთის შუა ნაწილი. რა არის? ალი აღარ გვაქვს. მაგას მეორეჯერ მან არ შევიტანე. შევიტანე ეს ფერი და ყველას გეუბნები. ვარბისფანი ხო არის. ახლა ვაკეთებ მხრის სამთავა კუნთის ტრიცეპსის ვარჯიშს. ტრიცეპსის ფუნქცია არის წინა მხრის გაშლა. ნუ მე ყველაზე მეტად მომწონს ბლოკის ჩამოწევა. აი ესე. რადგან სრულფასოვნად სრულდება ამ კუნთის ფუნქცია. რამოდენიმე ვარიაცია არსებობს კიდევ აი თავს უკან. აქაც იგივენაირი მოძრაობა არის. განსხვავება ის არის, რომ ტრიცეპსის გრძელი თავი მიმაგრებული არის ჩვენს ბეჭის ზვალზე. ამიტომაც ესეთ პოზიციაში უფრო გაწელილი არის ჩვენი ტრიცეპსის გრძელი თავი. მაგრამ როგორც ესეთი, რომ ეს უფრო ეფექტურია ვიდრე ეს, დადეგრეც არაა რა. ეფექტურად მუშაობს ტრიცეპსის სამივე ნაწილი. იმიტომ რომ სამივე თავის ფუნქცია მაინც წინამხრის გაშლა. მეავსთავარი იდაყვი უნდა იყოს დაფიქსირებული ცხელთან, ბოლომდე უნდა გავშალოთ ხელი და ამოვიტანოთ. ანუ იდაყვი უნდა იყოს დაფიქსირებული. ხო, იდაყვი დაფიქსირებული, უბრალოდ იდაყვის სახსაში მოძრაობს ხელი. ეგა. Well. Do you have any dollar? Dollar? That's a big problem. That's a big problem. Well, I need out there. აი, ამეგრას. აი ეს ღირი მომაშერები რა. უф, სხვა. მე ტერმინა ესე ვინა მაგალითად. ჩახა მაგალითად. მე. Imagine the majority of people don't know where they're going. Because when you have a Arnold. Arnold Schwarzenegger. ჩვენი დღევანდელი ვარჯიში ამით დასასრულს მივახოლდა. ამოიწურა. ძალიან ნაყოფიერი და კარგი დღე იყო კაი ვარჯიში. კარგად ვილაპარაკეთ კი. კარგად ვასოს ხოჭა მართლა კარგად ხსნის. ვასოს Instagram, გვერდი, Facebook-ი, TikTok-ი ყველაფერი ისე ახსენაში იქნება და კი. რავი, თუ მოგინდებათ, პრომოკოდს მოგცემთ ლევანი 2003 და 20% დაგემატებთ ზემოდან. 20% მე. კვებას მოვაყოლებ უფასოდ. აი, კვებას აყოლებს უფასოდ. ნუტრიციის კოუჩიც ავარ და ხო, ისე რამდენი ხანი დაგჭირდა მაგის იმაზე? ნუ მე ზოგადად გამოცდილება დავაგროვე ძალიან დიდი, სანამ ანუ რო დავიწყე დავიწყე პარალელურად. აქვს მაინც. თვითონ ესე ტრენერობის 4 წლიანი. ანუ ვარჯიშის მაქვს 12 წლიანი გამოცდილება, ტრენერობის 4 წლიანი გამოცდილება. მაგას პლუს კვებაზეც მანამდე ვარჯიშთან ერთად პარალელურად რაღაც ინფორმაციებს ვიძიებდი და ანუ კურსი გავიარე მაგის ნუტრიციოლოგიის, უფრო გავიღრმავე რა. ცოდნა და ნუ რა თქმა უნდა ხა ყოველდღიურად მაგასთან დაკავშირებით ინფორმაციებს ვნახულობ და ყოველდღიურად ვითარდები მაგის. 12 წლის და ვიყავ 7 წლის. Oh my god, my Sheila. რამდენი? 7 My Sheila.